მამისა და დადისა და სულისა და ეს არის მარიამ მოგიდელის სენების დღე. თორმეტიდან 30 წამდე სიცოცხლე ცხოვრობდა, ეგონა ცხოვრების შინაარსი იყო სხეულით ყובה და მე 30 თუ გაიხება, ხდება რასტორი იყო და ნიტყვის აღსარებას და 57 და მარტო გაატარებს 57 წელი და 56 ლოცვაში და მარხვაში და 56 წელს ნახავს ვერიცოს მე და აქედან მიწველი მაგის ცხოვრება. წერაკის უცოდინარი გახდა ყველაფრის სოდე. იმას ქვია სული წმინდით. თიმიაცია მას ლოცვი და მარხვით ვარამ მიაცია 17 წლის მოღვაწეობის შემდეგ. მაგრამ ვისაც კიდათ მიტოვება ცოდვებისას, ოქტომბრის ზოგწამის, ზოგსიძვის, ზოგთუშობის და ცოდვაში რომ მარცხდები, უმედობაში უნდა ჩავარდე, იმან ცოდვა დაამარცხავ, არავინ არ უნახია იმით 17 წელი გამართ 17 წლის შემდეგ და შენ თუ გამარცხებს, ახლა რაღაც მომოდიან ზოგსასმელი ამარცხებს უნდა მიტოვება ზოგს ერისგას, ზოგსიძვა, ზოგთუშობა, მაგრამ უიმედობა ხოდით ცოდვა ვიდრე ნებისმიერი ცოდვა. რატომ არა თვითგველს არ ებადიება ეს რა ქვია არ არის წესიაგება, იმიტომ რომ ესე იგი თვითგველი ვინ არის, ვინც იმედს კარგავს ღმერთზე. და ღმერთი კიდე ვინა? ღმერთი არის სიყვარული. საიდან იცი რომ სიყვარულია? თუ ქრისტიანები თუ ვარ, ჩვენ ისე გჯერა, რომ ღმერთმა გადიტანა საშინელი ზღვასმა წამება კუთხება ლანძღვა ჯვარზე ჩვენთვის. ჩვენი ცხოვრებისათვის და გაგვიღო სამოთხის კარები. მაგრამ ქრისტიანები ვქია და ქრისტიანები რო ვქია და მოწუნეები რო ვარ, თემა მსოფლიომ დაინახა პატრიარქის გარდაცვალებით. იმდენი ხალხი მოვიდა, რაც არასდროს არ მისულა ესე გარდაცვალებისა გამო მთელ მსოფლიოში. აქედან რა დაგვანახა? რა დანახა მთელ მსოფლიოს მეტყვი, ჩვენ არა ვართ ათეისტები. რადგან არიან ქვეყნები, სადაც ევროკავშირი ქვია. სადაც ტაძრები, რესტორნები და გადაკეთებული და უმოქმედო და ესე განდგომა ხდება. და ჩვენ კიდე 70 წელი ქართველებს გვასწავლდნენ ღმერთი არ არისო და ხედავთ რომ თელმა მსოფლიომ დაინახა რომ მოწუნეები ვართ და მაგრამ მოწუნეები ვართ ხშირად მადარებ და ლაზარეს იმას აღროლებულ იმას ვიყია ლაზარი 4 დღე იყო და არის ისეთ მდგომარეობაში ვარ დღეს ქართველები, ქრისტიანები, მოწუნეები, დოქტორები, ლოთობი, წამი და რას ხედავ რომ ჩემი სულიერი შვილები არიან და შეიძლება ერთმა მეორე მოკლას მატერიალურისა გამო ამ დროს მოკითხო მოწუნეა და რას ამბობს და ვისგან სასამართლოა და აი მართალია და მართალი რო ხარ და ის თუ ვიღაცა ესგანი ჩაგრები შენ მატერიალურად და შენ მიხვდები კვლელი უარესი არა ვიდრე იმაზე ყაჩაღზე უარესი არა კვლელი გეც მაგრამ რატომ აქ დაბნელებული ესე გონება საწევს ეწევა რამდენი გამოსჭერდა რამდენი მოგდა ევროკავშირში უმუშევას მეტია გრიაკუშას მაგრამ იქიდან ქართველები ჩამოყავდა ამერიკაში მიდიან ყველა ევროკავშირში და ამერიკაში სამუშაოდ და მეთმაგნას რომ ჩვენთანაც იყოს ასეთი რომ უშას კონდეს რა დაბალი ხელფასები მაგრამ ამერიკიდან და ევროპიდან ქართველები ჩამოყავთ ზამნით ესე იგი ბუდებიან ესე იგი ვერც ევროკავშირი გიშვების ვერც ამერიკა გიშვების თუმეტენ არ იქნება და რატომ ვლაპარაკობ ამას იმიტომ ზოგიერთი მოწუნეები არიან და იყურებენ ესე იგი რაღაცას ესე იგი რაღაცა გასაღებს ეძებენ რომ გადაარჩიონ საქართველოს და თუ მოწუნე ხარ რა გასაღები გინდა გარდა იმისა რომ რასაც ქვია ქრისტეს ვენას სინამდვილე ეს 10 მცნება ხშირად ამბობს საერთოდ მუსულმანი, ებრაელი და ქრისტიანი, რასაც მოსეს მისაღმერთება და მთელი შინაარსი რა ირო. ღმერთი შეიყვარო ყველაზე მეტად სხვა როგორც საკუთარი თავი და ეს მეტად რატომ ასაჭირო. იმიტომ რომ ხდები ფაშისტი გერმანელები თუ სკინჰედები არიან უკრაინელი ფაშისტები და ქართველებშიც არიან ფაშისტები თუ რაღაც გამოვლენები ხდება და როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა ზოგიერთი ქართველი ეროვნებით გახდა ფაშისტი რას ქვია ოსაკიდან გარბოდა სხვა ეროვნების ხალხი მას ფაშიზმი ქვია რატომ მოხდა ეს იმიტომ რომ თვალები უნდა ადამიანს როცა ღმერთი უყვარს ყველაზე ესე იგი რა სამშობლო უყვარს ღმერთზე მეტად ატო იმას ხედავს რომ დაგვიშავეს რუსებმა დაგვიშავეს აფხაზებმა რუსებმა მაგრამ შეიძლება დაეშავა იმას ვერ ხედავ თუ დაბნელებული გაქვს თვალები და ეს თვალები რომ აგეხილოს შენ
რა უნდა თქვა ღმერთსა საკუთარი ცოდვების ხედვა და ყველას მეუბნები ჩემ სულიაშვილებს რომ იკითხეთ ეფრემას სულის ლოცვები იღაზერია ღმერთო მომაიჯერო სულის სიძვიდისა სიმდაბლისა მოთვინებისა ყველასა განსათვისა ცოდვათა განსთან არ კონდეს არა ცოდვების ხედვა არ კონდეს მაშინ აღსარებას ავიტყუდის მაგრამ ვამბობ და ერთმანეთს განვიკითხავ ზოგი არის მონასტერში მოდვი წევრი ქვია და შეიძლება მას არ დაილაპარაკოს იმенно განკითხვაშია და რა აკლია განსდა ცოდვებს ხედავს საკუთარს მაგრამ გული არ დედის აი გული უნდა ადერდეს იმას ქვია განსთათვისა და თხოვო და მეტი მოგწევს განსთათვისა ცოდვა დილა საღამოს ვიკითხოთ ეფრემასულის ლოცვები და როცა მივხვდები რომ სნა მარტო ღმერთია მაშინ არავის არ შეიძლება ეს უბრალოდ ჯოხია დღეს რუსეთის ხელისუფლებაა ჩვენთვის ადრე იყო მონღოლები თურქები ირანელები და შეიძლება მოგვავს ბიბლიის მაგალითის წმინდა წერილის სადაც ძველი აქ არის ებრაელთა ისტორია იქანე ჩანს როგორც კი ებრაელები იწევდნენ ღმერთს ღმერთი უშუდა მაგათ მანობას ან მეძისვას ეს ყველა არაფერი არ ხდება ცოდვებისა გამო რისთვის რომ გამოფხიზდე ასევე ციხე სიმსივნე უყუნებელი სცენები აფხიზლებს ადამიანს სცენამ უყუნებელი სცენი დაგემართება ან ციხეში მოვდები მანამდე რა უნდა ქნა უნდა თქვა ღმერთს ცოცხალი რწმენა უნდა თქვა ღმერთს რომ მოხდეს სიყვარულის ნიჭი ღმერთისა რომელიც არის უხილავი და ხილული ხდება რომ საკითხო მარიამ მკვიდრის ცხოვრებას დღეს არ კიდე ამბოსი ხელაია სცენების პატრიარქი შეგვეძიოს და ძალიან ბევრი წმინდანები მყავს ესაში პატრიარქის მიემართა და ზეციური ეკლესია შეგვეძიოს ჩვენთან არს მერტი არ დაიყოს